ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარის წასვლის შემდეგ პარტიას თბილისის ორგანიზაციის წევრები სწავებენ. საუბარია დაახლოებით 300-მდე ადამიანზე, მათ შორისაა ბაჩო დოლიძიც. ისინი ნიკა მელიას მიერ დაანონსებულ ახალ პარტიას უერთდებიან. მათი განცხადებით ნაციონალური მოძრაობა აღარ ემსახურება იმ პრინციპებს და იდეალებს, რომლისთვისაც თავის დროზე შეიკრიბნენ. თბილისამდე კი იყო რეგიონები, სადაც ადგილობრივი ორგანიზაციების 100-მდე წარმომადგენელი გამოეყო პარტიას. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ნაციონალური მოძრაობა ფაქტობრივად უკვე დაშლილია. ვტოვებ ნაციონალურ მოძრაობას, რადგან ახალი მოძრაობის დროა. წარსულის კარგად გააზრების შემდეგ ახლებურად ჩამოყალიბებულ აზრს, ახალ სიტყვას და ამომრჩეველთან ახალ შეთავაზებას შეუძლია ამ ქვეყნის იმ კრიზისიდან გამოყვანა, რომელშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით პოლარიზებულმა საზოგადოებამ თავისი როლი ნამდვილად ითამაშა. შეიქმნება ახალი პლატფორმა, საიდანაც ახალი პოლიტიკის, განსხვავებული პოლიტიკის, სუფთა პოლიტიკის კეთება იქნება შესაძლებელი. ამაზე მძიმე პროცესები იყო 2016 წელს, როცა ევროპული საქართველოს სახით დატოვა მთელი ლიდერების პლიადამ ერთმა გუნდმა ეთაობამ ნაციონალურ მოძრაობამ, მაგრამ 2018 წელს ნაციონალურ მოძრაობამ აჩვენა საუკეთესო შედეგი სტრატეგია აღმაშენებელთან ერთად, რომელიც ვერავინ ვერ გაიმეორა მას შემდეგ. ზუსტად ისეთი კამპანია გვაქვს და უკეთესი დაგეგმილი, აი ამ ხალხის წასვლა ვერ ვიტყვი რომ კარგია, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ რომ შედეგი იყოს საუკეთესო. მე როგორც გავლენმა პროცესმა მაჩვენა, ადამიანები ვერ სწავლობენ სხვის შეცდომებზე და მათ მოუწევთ საკუთარი შეცდომებით ამის სწავლა. რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში? მე ნუ მკითხავ, თვითონაც ვერ გაურკვევიათ უკვე ისე მირბიან და მორბიან ამ პარტიიდან. ფაქტი ის არის, რომ ნაციონალური მოძრაობის ბრენდის ქვეშ მიხვდნენ, რომ ხელისუფლების მოპოვება არის შეუძლებელი. ეხლა ნაწილს წარმოდგენილი აქვს, რომ დაიშლებიან და სადღაც რაღაც სხვა პლატფორმაზე, რაღაც სხვა ბრენდის ქვეშ გაერთიანდებიან. ნაციონალური მოძრაობა დარჩება ისევ ალბათ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ, თუმცა ბევრად სუსტ პარტიად. მაგრამ ეხლა მარტივ ამრავლებად დაშლილებით ერთიანები, მე არ მგონია, რომ საერთოდ ამ ხალხს, რომელიც ამ ღირებულებების მატარებელია, ქონდეს ამ ქვეყანაში კიდევ ხელისუფლების დაბრუნების შესაძლებლობა.